Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებ ჩვენ ავტოთეოლოგიურ საუბრებს და ვიდრე ჩვენ ვისაუბრეთ მთავარ თემაზე, მინდა მანამდე ჩემ გამომწერებს გთხოვოთ, როგორც ყოველთვის მოიწონოთ, დააკომენტაროთ ეს ვიდეო, გააზიაროთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვისაც აინტერესებს რამე თემები, რაზეც გინდათ რომ ვიდეო ჩავწეროთ, კონკრეტულად თემა რაც გაინტერესებთ, კომენტარებში დაწერეთ და ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე რუბრიკაში ბიბლიაში რთული კითხვები არ არსებობს. ამ რუბრიკაში ჩვენ განვიხილავთ მაგ თქვენ შეკითხვებს და ვეცდებით სრულფასოვანი პასუხი გაგცეთ. ასევე ვისაც გინდათ რომ ჩვენ გვერდში დაგვიდგეთ ფინანსურად, ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმორიცხოთ მანდ. პირველ მადლობას გიხდით, ვინც ლოცულობ ჩვენთვის, ვინც ხარში გვიდგახართ ფინანსურად, რა თქმა უნდა, ჯერ ცოტაა ეს ხალხი, მაგრამ არა უშავს თავარი რომ ლოცულობ და კეთილმოსურნეები ხართ ჩვენი. მაშასე დღევანდელი თემა ეხება ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. ძალიან ბევრი ადამიანი მისვამს კითხვას, რას ნიშნავს ებრაული ფესვები, კაცო? ამასინათ ერთ ადამიანთან მქონდა საუბარი და არ მითხრა ახლა რომ იესო ქრისტე ებრაელიაო. ნაუთხარი ებრაელი, აბა რომ ვინ იყო მეთქვი, დაიბადა იუდეას ბეთლემში, ლაპარაკობდა ებრაულად, იცავდა ებრაულ წესებს, რჯულს. ებრაელი იყო, აბა ვინ იყო მეთქვი. ღმერთს ეროვნება არ აქვსო. გასაგებია, ღმერთს ეროვნება არ აქვს, მაგრამ გამოცხადების წიგნში ჩვენ ხედავთ ძალიან უცნაურ სიტყვებს, რომელსაც იოანე ღვთისმეტყველი იესოსთან მიმართებაში ამბობს. როდესაც ის ტიროდა იოანე, რადგანაც ვერავინ ვერ იპოვა, ვინც შეძლებდა დაბეჭდილი წიგნის გახსნას და თუ თქვენ გაინტერესებთ რა სიჩას გამოცხადების წიგნში ეს დაბეჭდილი წიგნი და 7 ბეჭედი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იქნებს ამის განმარტებები. ესეთ რამეს ეუბნება ანგელოზი. ნუსტირი, რადგანაც გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან. და ეს უშუალოდ იესო ქრისტეზეა ლაპარაკი, რადგანაც იუდას ტომის აღნიშნული სიმბოლო ესაა ლომი. ლომი აგრეთვე მეფობის სიმბოლოა. და გაიმარჯვა ზუსტად იესო ქრისტემ. და აქ ნახსენებია, რომ მას ჰქონდა ეროვნება იუდას, კაფიოდ. კიდევ ამას გარდა ჩვენ ხედავთ გამოცხადების წიგნში, რომ წერია, რომ იყო ბევრი უამრავი ხალხი თეთრი სამოსით სხვადასხვა ერებიდან. ანუ ეს ნიშნავს, როდესაც დადგება ის დალოცვილი და დანატრი ქრისტეს სამეფო, როდესაც იქნება ეროვნება არ იკარგება, ეროვნული იდენტურობა არ იკარგება, ყველა ერს შენახული აქვს თავისი ეროვნება. და თუ ყველა ადამიანს შენახული აქვს თავისი ეროვნება, ასევე ქრისტეს, რომელიც აღმდგარია განახლებულ, განდიდებულ სხეულში, ის იუდეველად რჩება. ეს მოკლედ მცირე გადახვევა. უბრალოდ პასუხი მინდა გაგცეთ, რატომ ებრაული ფესვები. სამ პუნქტს მოგიყვანთ, სამ მაგალითს. პირველი, სახარების მოქმედება არის იუდეაში. მთავარი მოქმედება იუდეაშია. მისი მთავარი მოქმედი პერსონაჟები არიან იუდეველები. და მესამე, გავრცელება სახარების მოხდა იუდეველების მეშვეობით. ეს სამი მიზეზი, რატომაც მე მინდა უბრალოდ მოკლედ ვილაპარაკო. პირველი მიზეზი, რომ ეს მოხდა იუდეაში, მისი მთავარი მოქმედებები იუდეველები და მესამე, რომ ეს არის მათი მეშვეობით მოხდა საერთოდ კაცობრიობაში დამკვიდრდა და მონოთეისტური რელიგია, მათი მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ იუდეველი მორწმუნე ხალხის მეშვეობით. ამიტომაა მნიშვნელოვანი, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ
იმდროინდელი მოქმედება, იმდროინდელი მსოფლმხედველობა, იმდროინდელი აზროვნება, იმდროინდელი იმედები, იმდროინდელი განათლება, სწავლა, როგორი იყო, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მათი შესწავლა. იმიტომ რომ სახარების ავტორები, ჩემო კარგებო, ეს იყვნენ იუდეველები და მათი მსოფლმხედველობა იყო იუდაური. და ისინი კარდინალურად განსხვავდება ელენური ხედვისაგან და ბერძნული ფილოსოფიიდან. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვესმოდეს. ეს არის მიზეზი, პასუხი თუ რატო არის ებრაული ფესვები მნიშვნელოვანი. მეორე რატოა მნიშვნელოვანი? ბიბლია დაიწერა ებრაულ ენაზე. მათე სახარებაც კი ებრაულ ენაზე დაწერილი და თქვენ იცით რომ ღმერთი შეწევნით მე დავიწყე მათე სახარების კომენტარების დაწერა ასეთი წიგნად არ ვიცი სათაური ჯერჯერობით ეს მაქვს და შეიძლება შეუცვალოთ სათაური მათე სახარება ებრაულ ტრადიციის შუქზე და ვნახოთ შეიძლება სხვა სახელიც მოვა მაგრამ ამის წერა დავიწყე ილოცე ჩემზე რომ ხელი არაფერი არ შემიშალოს დავწერო ძალიან გთხოვთ და ვნახოთ ანუ ბიბლია დაიწერა ებრაულ ენაზე და მისი პირვანდელი გაგება თუ ჩვენ გვინდა სინამდვილეში რას იგულისხმობდა ჩვენ აუცილებლად წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს ებრაულ ენაზე ახლა მე არ ვმითხო რომ ებრაული უნდა გინდა თუ არა იცოდეთ იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი რთული ენათაგანია როგორც ქართული ენაა რთული ესეთი ენა ებრაული რთული ენაც სოფლიო რთული ენებშია შესული ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს ფაქტები გვესმოდეს. ეს არის პასუხი მათთვის, ვისაც ვინც მისვამს კითხვა რატო ებრაული ფესვები. იმედია სწორად გავეცი, დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი და ერთ ებრაულ შეგონებას გეტყვი. ებრაელი რაბინები როგორ შეაგონებენ ადამიანს, რომ ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს. იყო ესეთი რაბინი, რაბი ეჰუდა ანასი, რომელმაც ძალიან მკაფიო და პრაქტიკული გაკვეთილები დაგვიტოვა ჩვენ თუ როგორ არ უნდა ჩავარდეთ ცოდვაში. სამი რამე გახსოვდესო, რომ შენს თავზე არისო თვალიო, რომელიც ყველაფერს ხედავსო. არისო ყურიო, რომელსაც ყველაფერი ესმისო. და არის წიგნი, რომელშიც ყველაფერი იწერებაო. გახსოვდეს ეს სამი რამე და ცოდვისგან დაცული იქნებიო. ეს არის ის პრაქტიკული რჩევა, რომელსაც იძლევა ჩვენი ებრაული ფესვები გვაძლევს ქრისტიანებს და ამიტომაც მე მიყვარს ებრაული ფესვები, ამიტომაც მე მათ ვიკვლევ. ეს არ შეიძლება თქვას არასებობს ადამიანი რაბინი და თქვას რომ მე რაბინი ვარ და всё. არა, ჩემო კარგო. რაბინი არის ის მდგომარეობა ესეთი ტერმინია ხახამ რაბინი ბრძენი რაბინი რომელიც მოწაფეცაა და მასწავლებელიც არის ამიტომ გვიყურეთ ჩვენ გაგრძელება იქნება